მოგესალმებით ყველას. ეხლა თქვენ კადრში ხედავთ კურდღელი ცდილობს უკვე ბუდის გაკეთებას. ეხლა ეს აგროვებს თივას. როდესაც კურდღელი არის მაკეთ მას დაახლოებით 2 კვირის თავზე მას უნდა ეყაროს ხმელი ბალახი თივის სახით, რომ მან ნენელა დაიწყოს შეტანა. არის კურდღელი თვითონ ბოცვერი, რომელიც ცდილობს უკვე როცა დაყრის მაგ დროს გააკეთოს ბუდე. დაყრის დროს უკვე როდესაც შეიძლება დაიწყოს მისი გაკეთება დაახლოებით მიათრევს. შეიძლება დაიწყოს გაკეთება 2-3 დღით ადრე. ახლა ეს კონკრეტულად ეს არის შეჯვარებული აქ მიწერია 25-ში დღეს არის 9, ანუ გამოდის 31-ით. ხო არის ეს დღე. იქით არის 6 დღე, აქეთ 15 დღე, ანუ 2 კვირა. 2 კვირა რო გავიდა, ეს არის პირველი მისი დედობა. ამიტომ, როდესაც მისი პირველი დედობა, ის ყოველთვის ცდილობს ყველა ის საქმე მალე მოამთავროს. ხვდებით? და როდესაც მალე მოამთავრებს, უკვე შემდეგ ბოლო დღეს დაიწყებს, ბოლო 2 დღე დაიწყებს უკვე ბანალის გაზრომას, ის მისთვის ბაჭიებს რომ მისცეს სითბო შეფუთოს ბაჭიები. ამიტომ მე მაგალითად მყოლია კურდღელი, რომელსაც აი ბოლოს მაგალითად ბოლო 2-3 დღე რო დარჩა, მაშინ დაუწყია შეფუთვა. მყოლია ისეთი კურდღელიც, რომელსაც თივა არ შეუტანია, სულ აი თავისი ბანალია თუ ბუმბულია თუ რა ქვია, მაგითი გაუკეთებია ყველაფერი. ანუ ეს არის მისი ინდივიდუალური ხასიათი. ხვდებით? ახლა თვითონ ცხოველის ინსტინქტში დევს. მან რა უნდა გააკეთოს, მაგრამ უყურეთ, ერთი რაღაცა ცხადია, რომ როდესაც შევაჯვარებთ, უკვე მეორე-მესამე დღეს ის იმ ბუდეში უნდა გვყავდეს, სადაც მან უნდა დაყაროს. თუ მას დაყრამდე 2-3 დღით ადრე გადაიყვან, თუნდაც 1 კვირით ადრე გადაიყვან, კურდღელი არის სტრესში. მე ამას დავაკვირდი და როგორ არის, იცი, დაყრის, მაგრამ შეიძლება არ გაზარდოს. შეიძლება დაყაროს და მიაგდოს. შეიძლება აი თუ პირველ შეჯვარებაზე არის, ამ შემთხვევაში 50% იცოდე რომ 50-50-ია, რომ ის არ გაზდის ბაჭიებს. იმიტომ რომ მან როგორი მომენტი არის, ცხოველმა ის ადგილი უნდა შემოსაზღვროს, სადაც მან უნდა დაყაროს ბაჭიები. ანუ ამას ჩვენი წინაპრები ეძახდნენ ადამიანებიც, ანუ ის თავის სიყვარულს, თავის ხორციელ მატერიალურ ნაწილს უნდა შეუქმნა სივრცე, სიყვარულის სივრცე, სადაც ის ბაჭიები უნდა გადმოიყვანოს. ამიტომ ის სივრცე, რომელშიც თქვენ გადაიყვანთ, ხო, ის ამას არ გაუკეთებს, ვერ მოასწრებს. ისედაც ერთი თვი აქვს მაკეობა კურდღელს და ის ვერ მოასწრებს. ამიტომ მე
უფრო იდეალურია, როდესაც შეაჯვარა მეორე მესამე დღესვე უკვე ისეთ ადგილზე უნდა გადაიყვანო, სადაც ის იქნება სულ თავის ადგილზე, სადაც მან უნდა დაყაროს. ახლა მე აქვს უბრალოდ კარებს არ ვაღებ, ზემოდან არ უხდი, რომ ხელს არ იმაშვები, აგერ ახლა მიიტანა, შეიტანა შიგნით. და თივა მაქვს. ზოგადად როგორ არის, იცი? რაც არ უნდა აი ახლა მაგალითად მწვანე ბალახი არის მოსული, მწვანე ბალახს ხო მააძლევ, მაგრამ მწვანე ბალახი და ხმელი ბალახი სხვა არის. ხმელი ბალახი როდესაც დევს, სულ მაგალითად სულ მწვანე ბალახით მისი კვება დღეს ჯერ ადრეა, გრანულიც აქვს იქ, აი იქ არის გრანული, მაგალითად, აი შეხედე აი იქით არის გრანული, აქეთ აი ეს არის ქერი, აქეთ გრანული. აი და თივა და ამავდროულად მწვანე მასაცაც ვაძლევ. დიდები არიან ახლა და უპრობლემოდ, მაგრამ თივა ტოტი რაღაცა თივაში ახლა იმ მწვანე მასაში კონკრეტულად შეიძლება 1-2 რაღაც ბალახი იყოს 3. თივა ეს არის უკვე დამჯდარი და ძალიან სასარგებლოა რა კურდღელისთვის. ამიტომ თივას ალბათ მაისის ბოლომდე თივა ექნებათ სულ რა. ცოტა მაინც ექნებათ. რაც არ უნდა მწვანე ბალახი მისცენ, მწვანე ბალახი ერთია, მაგრამ აი კაი სახეობის თივა, მთის თივა მომაქვს ხოლმე. ან იონჯანარევი, ახლა იონჯანარევი თივა აღარ მაქვს, მაგრამ მთის თივა ხვდებით, არის აქ მინდორში, ბარში რაღაცა მოთიბავთ, მაგრამ არის მთიდან ჩამოტანილი. აი მთიდან ჩამოტანილი თივა მოსწონს მათ. და ამას ვაძლევ, ახლა ამ ყველაფერს აგროვებს ჩემი ჯუჯუნიკა. მიდი ჯუჯუნი, მინდი შეგათამო ბავშვო. და ესე იმას ვიზავთ. ვამყოფებ და ახლა იქ, მოდი აქ ბიჭო შენა, მოდი. მოდი ამანაც დაავაშკაცა, მოდი აქა, აი ეს რო გააღო, არა თუ ყვარს ამას უსეინობა, მოდი აქა შეგათამო შენა. ამას უყვარს გარეთ შეინობა. ამას ეს რო რამოდენიმეჯერ რო ავხადე თავი, ხო? არ არის ეს შეჩეული, პატარა სივრცეს, დაკეტილ სივრცეს გამომყავს ხოლმე გარეთ, მაგრამ აქ რო იმას ვიზავ, აქ დადგება და ხტება ხოლმე გარეთ. თავიდან ვერ იმას ვქენ, გადმოხდა ეკედა, დაახტა და დავაი გაიქცა. ესე არც ერთი არ აკეთებს, მაგარი გოთვერანია. სულ გარეთ უნდა, სულ გარეთ. და მოდი აქა, მოდი ჯუჯუნი, მოდი, მოდი ბიჭო, მოდი აქა, ბალახს უბერავს ესე. მოდი აქა. ტოტი უყვარს ძალიან და აი ტოტები მაქვს, დაღრნის ტოტებს. მოდი აქა, მოდი შენე, მოდი ხოლმე გარეთ არ გამოყვედე. მოდი აქა, მოდი, შენა, გაჩეთი. ზოგადად როგორ არის, იცი, ახლა ამას ვასეინებ, როდესაც გარეთ გამოდის, რომ სივრცე აქვს დიდი ნანახი, თორე ისე არ შეიძლება. კურდღელი ყველაფერს აქვს თავისი სივრცე, რაც უნდა ქონდეს. მე მივხვდი, რომ აი ამას ახლა ვერასდროს ვერ გააჩერებ იმაში. აი გალია, სხვა გალიაში რომელიც გადავიყვანე, ხის იყო, სუ შეჭამა, რომ გარეთ უნდოდა. ამიტომ ყოველთვის, როდესაც ვზრდით კურდღელს, ხო? თუ გარეთ სივრცეში გაზრდით, იმას შიგნით ხომ ის არ გაგიჩერდება არაფრის დიდებით. მაგრამ ამას ვატყუებთ ხოლმე, ახლა ბალახს ჭამს. ვატყუებთ ხოლმე, რომ დედლები ახლა ამან უკვე მესამე დედალი დაამაკა. აგარი მუშა გამოდგა. აგარი მუშა რა, დასვავს ეგრევე. მოდი აქა ბიჭო, მოდი. მოდი. ჩემი თხუნელა. ეს არის ჩემი თხუნელა კაცი. რა გინდა ბიჭო? გარეთ აქ მყავდა გამოშვებული.
ერთი დედლები ყავდათ მოყვანილი და სხვირპირი ქონდა შიგნით სულ იმაში ყარა. ახლა ეს გარეთ არ გადმოვა, არაფრის დიდებით. თავის სივრცეზე და გარეთ რო გამოვიყვანე შესაჯვარებლად. იქ არის ერთი სივრცე მაქვს დიდი საღორე, რომ იქ შემეყვანა და შემეჯვარებინა. ამან ჯერ ადგილის დასურვა დაიწყო, რომ მე შეეჯვარებინა. იმას ადგილი სულ არ უნდა და ეგრევე იღებს ალყოს, რომ დაინახა დედალი იმისთვის სულ არ აინტერესებს არაფერი. და ეგრევე ამან ადგილი დასუნა თუ არა 5 წუთი ჭირდება რა, სხვა ბუდეში რო გადაიყვან, ის ეგრევე არ შეჯვარდება. ამან ეგრევე დასუნა და მისცხო, მოდი ახლა აი იქითაც არის. წარბება არის იქით, იქით. Hey. მოდი აქ. დაიცა ბიჭო. და ეს ვნახოთ, მე ამებს გარეთ გამოვიყვან და შენა ბიჭო, მოდი აქ. აი ეს ამან შეჭამა. აი ეს. სულთლეთი ისეთი პატარა იყო და გამოაჭამა იმან. სუ გამოყო თავი ეს შეჭამა ერთი ცალი. მაღლა მოძრებოდა. დიდო ქართველო. რა შვები შენები ჯომა და? რა შვები? ამას უჭამა უყვარს. ამას გარეთ არ უნდა, ამას საჭმელი დაანახე რამე. სულ არ აინტერესებს არაფერი. კარგით მეგობრებო. ზოგადად კურდღელი სახლში როდესაც ხარ, ხო 1-2 ცალი უნდა ყავდეს, რომ ბავშვმა დაინახოს, მივხვდი, წარმოდგენა ქონდეს ცხოველთან, ქონდეს კავშირი და ანუ ბავშვის ტვინი უკვე უნდა რეაგირებდეს ცხოველზე, ცოცხალ ორგანიზმზე. მივხვდი, ახლა ბავშვს რომ მიუტან რაღაცა პატარა სათამაშოს, მისი ტვინი დგას და ჯერ იმაზე ფიქრობს რა არის ეს, რაღაცა მახინა, რაღაცა სათამაშო, თუნდაც უსულო ასაგანი, მაგრამ ბავშვი რო ხედავს რაღაცა ცხოველს, რაღაც მცენარეს ხედავს, ვაშს ხედავს, რაღაცა ხილს ხედავს, ის სათამაშოც ქონდეს კი ბატონო, მაგრამ ბავშვები ჩემი აზრით მარტო სათამაშოზე არ უნდა გაიზარდონ. ხვდებით? მათ უნდა ქონდეთ აუცილებლად ცოცხალ ორგანიზმთანაც შეხება და ეს ცოცხალი ორგანიზმები ზოგადად ახლა კორპუსში რო ხარ ძნელია რაღაცის გაზრდა. ხვდებით? მაგრამ კორპუსის გარდა ეს ზოიანი სახლი ვისაც აქვს, იმათ მაინც ეცადეთ, რომ თქვენი პატარები ცხოველებთან, მცენარეებთან, ფრინველებთან, თვითონ ნერგებთან, რაღაცასთან რომ უფრო მჭიდრო კავშირში ამყოფოთ. აი, კიდევ აკეთებს, ჩვეულებრივად მიაქვს. მიდი ჯუჯუნე, მედი ჯუჯუნე, მედი. კარგი, ეს იყო. ეს რაც მინდოდა მეთქვა კურდღლებთან დაკავშირებით და ზოგიერთი ადამიანისთვის შეიძლება ახალი არ იყოს, ვინმესთვის ახალი იყოს. ამიტომ სხვას კიდევ ბევრ საინტერესოს მოვყვები ხოლმე ამასთან დაკავშირებით, უბრალოდ დრო არ მაქვს, ბევრი დრო არ მაქვს. ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ძალიან ბევრს მუშაობ, თან მარტო მუშაობა კი არა. ბევრი ადამიანი მირეკავს და ტელეფონზე ვარ ჩამოკიდებული. ქართველო. კარგი, დაგემშვიდობებით და იმედი მაქვს თქვენთვის სასიამოვნო იქნება ეს ვიდეო. და ზოგიერთი მეკითხებით ხოლმე, აი ღორები ყავს, რატომ არ ყავს ღორები, გადააშენე მოსე ღორების გარეშე, კურდღლების გარეშე, ქათმების გარეშე, ზოგადად ცხოველების გარეშე მოსე ცხოვრება არ შეუძლია. ღორები ახლაც მყავს. მივხვდი? მაგრამ ამაზეც ვისაუბრებ რაო ჯუჯუნი. მაგრამ მარტო მინდა რომ მარტო ღორები და ქათმები და რაღაც არ იყოს, მე მინდა მრავალფეროვანი ვიდეო იყოს, რომ ყველაფერი იყოს ერთად
წარმოდგენილი და ყველა საინტერესო რამ მოგცეთ ახლა აი ცდილობს ამის დანგრევას რომ გარეთ უნდა გამოსვლა აი მას აი ამიტომ ძალიან ცუდია როდესაც დიდ სივრცეში არის აი თავისუფლებას რო არის მიჩვეული ცხოველისთვის ძნელია უკვე ვიწრო სივრცეში არა და არ შეიძლება არაფრის ამ შემთხვევაში ცხოველი უნდა ქონდეს თავისი სისტემა და იმ სისტემის ის ამოვარდნილია ბუნების ჩარჩოდან ხდებით ყველაფერს აქვს თავისი ჩარჩო ბუნების ჩარჩოდან არ უნდა ამოვარდეს ცხოველი მაგრამ ჩავსვავთ უბრალოდ ცოტა მე იქით სოფელში ვაკეთებ ცოტა დიდ რაღაც ადგილს ძირს ადგომს დიდ ტერიტორიაზე დასხმოს და ნახოთ რას იზავს მე კარგით აბა დაგემშვიდობებით და ნახოთ დანარჩენი აჰა მუშაობს ჩვენი ვაჟკაცი კარგით აბა კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე